გამარჯობა მეგობრებო, წინა ვიდეოში ვისაუბრეთ თუ როგორ მოვემზადოთ ულტრამარათონისთვის, დავგეგმოთ ჩვენი ვარჯიში, განვახორციელოთ პერიოდიზაცია და ასე შემდეგ. ხოლო დღეს მოგიყვებით მოსამზადებლად ჩემს საყვარელ ადგილებსა და მარშრუტებზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ზოგადად საქართველო და მათ შორის თბილისის შემოგარენი არის იდეალური იმისთვის, რომ მოვემზადოთ ულტრებისთვის, სხვადასხვა ტრეილ მარათონებისთვის. და ვიდეოს ჩაწერა მას შემდეგ მინდა, რაც ამ ვლოგს ვაწარმოებ და როგორც იქნა, ყველა ჩემს აზრს მოვუყარე თავი და დღეს გაგიზიარებთ ჩემს ტოპ 4 საყვარელ ადგილს სარბენად. ზოგადად ვცდილობ უფრო მეტად ტრეილზე ვირბინო, ვერიდო ტრასებს, იმიტომ რომ უფრო ნაკლებია მანქანა, ადამიანების შეხვედრის ალბათობაც, სიმშვიდეა ბუნებასთან უფრო ახლოს ხარ და ბევრი დადებითი მომენტი ახლავს. დღეს ყველა იმ მარშრუტს, რომელსაც შევეხევით, ასევე დავლინკავ. შეგიძლიათ Strava-ზე იხილოთ, ასევე Strava-ს ვებ აპლიკაციიდან შეგიძლიათ GPS ტრეკები ჩამოტვირთოთ, შეტვირთოთ თქვენს მობილურში ან სპორტულ საათში და ისარგებლოთ და ირბინოთ ის მარშრუტები, რასაც მე დავრბივარ. პირველი და ყველასთვის კარგად ცნობილი ლისის ქედი, საიდან მოუხვდეთ. აქვს ორი მისადგომი, ერთი არის სოფელი დიღმის მხრიდან, მეორე არის ლისის ტბიდან. რეალურად ორი ქედია, ერთი ლისის მხრიდან, მეორე დიღმიდან. ლისის მხარე უფრო გრძელია და ტბიდან ქედის ბოლომდე და უკან 14 კილომეტრი სრულდება. არის მცირე ამაღლება, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ტრეილის მარშრუტია, რაც კი თბილისის შემოგარენში არის. იდეალურია დამწყებთათვის ან მათთვის, ვინც ტრასიდან ტრეილზე ერთვება. უარყოფითი მომენტებიდან შეიძლება დასახელდეს ის, რომ წვიმის დროს თიხა აგეკრობათ 3 კილო ფეხზე, თითო ფეხზე და ასევე მათთვის, ვისაც მანქანა არ ყავს, საკმაოდ შორი და მოუხერხებელი მისადგომია. დადებითებიდან, როგორც უკვე ვთქვით, მარტივი სარბენია, არა ტექნიკურია და დამწყებთათვის იდეალურია და ასევე ულამაზესი მზის ამოსვლები იცის კარგამინჩი. მეორე მარშრუტი, რომელიც ალბათ ჩემი ყველაზე ფავორიტია, ეს არის უძოს მონასტრის მარშრუტი. მისადგომი აქვს ძალიან ბევრი ადგილიდან, როგორც კუსტბიდან, ისე ვერის სასაფლაოს ზემოდან შეიძლება დაწყება და ასევე უშუალოდ მთაწმინდიდან. აქვს ძალიან ბევრი ბილიკი, ძალიან ბევრი ვარიაცია, ერთ-ერთი ასევე ყველაზე გატკეპნილი მარშრუტია, ასე ვთქვათ. ჯამურად მანძილი წინ და უკან, ანუ მთაწმინდიდან უძომდე და უკან შეადგენს 20-21 კილომეტრს, გააჩნია რა ბილიკებით ირბენთ. აქვს ულიმიტოდ ძალიან ბევრი შესაძლებლობა დაგრძელდეს, შეგიძლიათ დაეშვათ კოჯორში და აზეულას ციხისკენ, შეგიძლიათ კიკეთში გადახვიდეთ და ასე შემდეგ. პლუსებიდან მარტივი მისადგომია, ფაქტიურად ქალაქის ცენტრიდან იწყებთ სირბილს, უამრავი ვარიაცია აქვს, არიზილება ცუდამინჩი და მათთვის, ვისაც ცოტა უფრო ტექნიკური გარბენები უნდა, არის ძალიან კარგი ადგილი სარბენად. მინუსებიდან ვერაფერი მოვიფიქრე. ლომის სერის მარშრუტი ნაფეტრვების გადასახვევიდან არის ჩვენ სიაში რიგით მესამე მარშრუტი. ზოგადად იმ გადასახვევებს ნაფეტრვებიდან რა ქვია არ ვიცი, მაგრამ როგორც შეგპირდით, ლინკად დავდებ მარშრუტს. ჯამური მანძილი წინ და უკან არის 23 კილომეტრი. ნაკლებად ტექნიკურია და ბევრ ადგილას აღმართი, ესეთი ნება-ნება აღმართი მიდის და საკმაოდ რბენადია. ბოლო 3 კილომეტრი ულამაზეს ტყეს მიუყვება. ასევე შეგიძლიათ ლომის სერიდან დაეშვათ წოდორეთში, გადახვიდეთ ნათლის მცემელზე, ასევე ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ბილიკის, დაგრძელების და ვარიაციის საშუალება არის. ნაკლებად ტექნიკურია, რომელსაც ამ მარშრუტის პლუსად ვთვლი, ხოლო მინუსებიდან ცხელამინჩი საკმაოდ გაშლილი ტერიტორია არის და მზის გულზე მოგიწევთ სირბილი, ამიტომ მიზანშეწონილია უფრო დილით ადრე დაიწყოთ განსაკუთრებით ზაფხულში. და ბოლო მარშრუტი მაინც ასფალტიანი შემოვიტოვე, მათთვის, ვისაც უნდა ეს მრავალფეროვნება მის გარბენებში და ეს მარშრუტი მართლაც მიყვარს რიგი მიზეზების გამო. პირველ რიგში, იმიტომ რომ
მართლაც ლამაზია. მეორე იმის და მიუხედავად რომ ტრასაზე გიწევს ცირბილი, საკმაოდ დაღმართებიც აქვს და საკმაოდ ელევაცია გროვდება და ცუდამინჩი იდეალური სარბენია იმისთვის რომ ტალახი არ აიკრათ და ეს დისკომფორტი არ შეგხვდეთ. ეს არის შიომღვიმის მარშრუტი, რომელიც მცხეთის ზემოთ იწყება და წინ და უკან 20 კილომეტრს შეადგენს. ფაქტიურად არ გვხვდებათ მანქანები, მიუხედავად იმისა, რომ ტრასა არის, შედარებით მეტი, ანუ მთელი 20 კილომეტრიანი გარბენის მანძილზე შეიძლება 4-5 მანქანა შეგხვდეთ უქმეებზე, ხოლო სამუშაო დღეებში ფაქტიურად არ გვხვდებათ კაციშვილი და საკმაოდ სიამოვნებით შეგიძლიათ ირბინოთ. პლუსებიდან, როგორც უკვე ვთქვით, იდეალურია ცუდამინჩი სარბენას და მიუხედავად იმისა, რომ ტრასა უმანქანოა, ხოლო მინუსებიდან შეიძლება ის დასახელდეს, რომ საკმაოდ შორია თბილისიდან და უმანქანო ხალხისთვის აქაც დისკომფორტი მოგიწევთ. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, ჩამოტვირთეთ მარშრუტები, დაათვალიერეთ, კითხვები დატოვეთ კომენტარებში, ასევე თუ თქვენი მარშრუტის შედგენაში გჭირდებათ დახმარება, შეგიძლიათ მომწეროთ ან დააკომენტაროთ და სიამოვნებით დაგეხმარებით. მე და ბანბანი მეგობრებო, სასიამოვნო სარბენ კვირას გისურვებთ.